სიყვარული არ არის ის, რასაც პოულობთ. ის არის ის, რასაც ვაშენებთ. ერიკ ფრომი. ჩვენ ხშირად გვგონია, რომ სიყვარული გარკვეულ ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს, რომ მას აქვს მკაცრი წესები და რომ რაღაც სხვაგვარად არ უნდა ხდებოდეს. ეს რამდენად არის ნამდვილი სიყვარული, ან რამდენად სწორი მიდგომაა, ძალზედ ინდივიდუალური საკითხია. ბავშვობიდან გვესმის, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ერთია და რომ ის აუცილებლად უნდა ვიპოვოთ. თუმცა მოგვიხსენება, რომ რეალობა უფრო რთულია. ჩვენ შეიძლება სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანი შეგვიყვარდეს. თითოეული ეს კი ძალიან დიდ გამოცდილებას გვაძლევს. ყოფილა ისეთი შემთხვევა, ალბათ თითოეული თქვენთაგანის ცხოვრებაში, როდესაც გვიფიქრია, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ შეესაბამება ჩვენს წარმოდგენილ იდეალს, მაგრამ მაინც ჩვენს გულში დაიდობინა. ტოლსტოის აქვს ძალიან კარგად ნათქვამი. ნუ ეძებ სრულყოფილ ადამიანს, ეძებე ის, ვისთანაც გაიზრდები. დიახ, სიყვარული ეს არ არის ჩრდილი ერთისა მეორის მიმართ. ეს არ არის თავგანწირვა და თავშეწირვა ერთის მხრიდან მეორის მიმართ, არამედ ეს არის ჰარმონიული ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გვერდიგვერდ სიარული. ნამდვილი სიყვარული მაშინ ჩანს, როცა ვნება ქრება, მაგრამ რჩება ზუსტადაც პატივისცემა და სინაზე. ის არ გავსაფეთქებას, ის უფრო არის მეხის ხმა, რომელიც ძალიან დიდხანს რჩება ჰაერში. და ვინც გიყვარს, აუცილებლად შენი სინათლე უნდა გახდეს. სიყვარულის სტერეოტიპები ზოგადად გვაბრკოლებს, ისინი გვაიძულებს ვეძიოთ სწორი სიყვარული, ვეცადოთ რომ ურთიერთობა როგორც ფილმში ნანახი სცენარი ისე წარიმართოს და საბოლოო ჯამში ეს სინამდვილეს არ ასახავს. იმიტომ რომ სიყვარული არ არის იდეალური, ის უბრალოდ რეალურია. სიყვარული უნდა იყოს ნამდვილი და ხელშესახები. საერთოდაც ნუ ვეძებთ სიყვარულს. ის მოვა მაშინ, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი იქნება მზად დაინახოს და შეიგრძნოს სიყვარულის სრულყოფილად.